მოგესალმებით ნიმეტაროს არხზე, ნიმეტაროს არხის მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემს პატარა სამყაროში შემოაბიჯეთ და მინდა გითხრათ, რომ ის ინფორმაცია, რასაც ბარათების საშუალებით გიზიარებთ, მინდა მიიღოთ როგორც გზა და არჩევანი. ტარო ეს არის მიმართულება, არჩევანი, როდესაც ცხოვრების გზაჯვარედინზეთ გახართ და ეს არის სასიამოვნო მხარდაჭერა და იმედის სხივი. მინდა რომ ყველას გისურვოთ წარმატება და სულიერი სიმხნევე. ახლა კი გავაკეთოთ ივნისისთვის გაკვეთილი და გამოსავალი. დავიწყოთ ჯერ რა გამოცდას, რა გაკვეთილს თავაზობს ეს თვე, რა უნდა ვისწავლოთ ამ თვეში. ივნისისთვის მთავარი გაკვეთილი ეს არის ნახეთ ცვლილებებთან ადაპტაცია, სწრაფი ადაპტაცია, ძველი ნაპირების დატოვება, ძველი ამბების დატოვება, მოვლენების სწრაფი განვითარება. ანუ ტემპი ეს არის ტემპის შენარჩუნება, ინფორმაციის ნაკადი, ეს მიუთითებს, რომ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება, თითქოს ყველაფერი ერთდროულად დაიძრება ადგილიდან და თქვენთვის არის გაკვეთილი, რომ ისწავლოთ სწრაფი რეაგირება, პროცესების მართვა, მაშინაც კი როდესაც არის ძალიან ბევრი საქმე, მიიღოთ მოულოდნელი ახალი ამბები, არის ამისი დიდი შანსი, ან ახალი შემოთავაზებები მიიღოთ, ან ახალი იდეები, რომელიც მიყისიერ მოქმედებას მოითხოვს თქვენგან. ეს არის უკვე გარდამავალი პერიოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ დინამიკის ფონზე ეს არის ლოგიკური გაგრძელება. ერთი ადგილიდან მეორე ადგილში გადასვლა. რაღაცა მშვიდ წლებში ცურვა, გააცნობიერო, რომ წინსვლისთვის არის საჭირო ძველი ნაცნობების, ან არაკომფორტული სიტუაციებისგან მოშორება, ყველაფრის დატოვება და ახალი საწყისები, ახალი ის ყველაფერი, რაც თქვენ არ გემსახურებათ, უნდა დატოვოთ წარსულში და ახალი გზა უნდა ნახოთ. ძველი წყენები, ძველი რუტინა, ეს ყველაფერი უნდა მოიტოვოთ, რათა ახალ ნაპირს მიაღწიოთ. ეს არის გარდამავალი პერიოდი. რაც შეეხება უკვე ბედის ბორბალს, ბედის ბორბალი გვეუბნება, რომ ეს არის დაგვირგვინება, ანუ ამ პროცესების, ნახეთ როგორ დაჯდა ეს კარტები, ხო? ეს არის უკვე დაგვირგვინება, როდესაც გვეუბნება, რომ ბედის ბორბალი ყოველთვის ტრიალებს. ნახეთ, ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს და ის რა თქვენით არის ზევით აღმოჩნდეს, ის რაც ზევით არის ქვემოთ აღმოჩნდეს. ამიტომაც უნდა იყოს ძალიან ყურადღებით, უნდა აღიაროთ ცხოვრებაში ის ფაქტები, ის სიტუაციები, რასაც ვერ აკონტროლებთ, რაც გამოსასწორებელია, რასაც ეწინააღმდეგებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ როდესაც ბედის ბორბალი ტრიალს დაიწყებთ, თქვენ უნდა ის ცენტრი დაიჭიროთ, სადაც ამ წონასწორობას შეინარჩუნოთ და იპოვოთ გონივრული გზა, რომ გადაწყვეტილება სწორად მიიღოთ, რადგან ეს ცვლილებები მომავალში უკვე თქვენზე აისახება და ეს პროცესები სწორად რომ განვითარდეს, ხო? ივნისისთვის განმავლობაში სამყარო გეუბნებათ, რომ ეხლა არის დრო, რომ მიიღოთ არსებული რეალობა, მიიღოთ ის სიტუაციები, რაშიც ხართ, გააცნობიეროთ და წინსვლა გააგრძელოთ, ეს დატოვოთ ძველი რაღაცები, არჩევანი გააკეთოთ და სწრაფი გზით მიდიხართ უკვე შემდეგ წინსვლას აგრძელებთ. მე მგონი ისაც საინტერესო იყო, ანუ ავტობიოგრაფიული პასუხებიც იყო, მაგრამ მაინც ამოვიღოთ რჩევისთვის ერთი ბარათი. ასების პაჟი გვეუბნება, რომ ნახეთ ეს პროცესები ასე სწრაფად რომ იცვლება, შინაგანი განწყობა როგორ უნდა შეინარჩუნოთ. ანუ უნდა იყოთ უფრო მეტად ცნობის მოყარე, უფრო მეტად ღია, მზად უნდა იყოთ ახალი იდეებისთვის, ახალი შემოთავაზებებისთვის, საინტერესო თავგადასავალი უნდა მოუწყოთ საკუთარ თავს, ხო? მოусმინე შენს ინტუიციას, შენს ემოციებს. აუცილებლად ის რაღაცები, რაც სწრაფად შეიცვლება, ხო? ის რაღაცები გაუშვით, რასაც გაუშვებთ, ეს ყველაფერი უნდა თქვენს ინტუიციაზე დაყრდნობით გააკეთოთ და ამიტომაც უნდა იყოთ ღია სამყაროსთან, რომ ის ცვლილებები შეამჩნიოთ, ის ცვლილებები მიიღოთ, რასაც ეს თვე თქვენ გთავაზობთ და გპირდებათ, ხო? ასევე საკუთარ თავთან იყავით უფრო მეტად რბილი, უფრო მეტად მგრძნობიარე. ეს პაჟი არის ახალბედა. ნახეთ, პაჟი შეიძლება უშვებდეს ცხოვრებაში რაღაც შეცდომებს, მაგრამ ამ შეცდომებზე ის სწავლობს და ამას იყენებს უკვე მომავალში თავის სასიკეთოდ. ანუ საკუთარ თავს მეტი რაღაც მოუთმინეთ, მეტი რაღაც აპატიეთ და გაუგეთ. იმიტომ რომ ცხოვრება გაკვეთილებში, ანუ ცხოვრების გაკვეთილებში ჩვენ ნიშნები არ გვეწერება, ხო? როდესაც ცხოვრებაში რაღაც ხდება, ჩვენ შემდეგ იმაზე ვსწავლობთ და ვითარდებით. ეს არის აუცილებელი. მთავარი რეკომენდაცია, გეტყოდით ასე, რომ არ მისცეთ უფლება ცხოვრების ტემპს, რომელიც აი სწრაფად შეიცვლება, გაგხადოთ მკაცრი, შეგაშინოთ პირიქით. იყავით გულწრფელი, უფრო მიუდექით სიტუაციურად, რბილად, თბილად საკუთარ თავს, პატარა ბავშვივით იყავით, ხვდები? პატარა ბავშვივით, რომელიც არის თბილი, რომელიც არის სამყაროსგან იღებს ყველაფერს, რაც მისია და ცხოვრებას უყურებს ძალიან ლაღად, არის მიმღებელი და ბედის ბორბალიც აუცილებლად ისე დატრიალდება, რომ ყველაფერი იქნება თქვენს სასარგებლოდ.